გამარჯობათ. მოგესალმებით. დღეს უკვე შემდეგ თვალს გაჩვენებთ. გახსოვთ, ბოლოს იყო თვალი ერთი ნამატით. აი ეს ერთი შტრიხი ესე აი ამ ჯოხის შუა წელზე, ხო? ეხლა ორი შტრიხით. აი ეს ინგლისურად triple crochet-ს ეძახიან. ჩვენ ეხლა ვამბობთ ორი ნამატით, ორი შტრიხი, ორი ნამატით. კარგით. აქ ეხლა რა თქმა უნდა ხვდებით, რომ ეს ცოტა უფრო დაგრძელდება, ვიდრე ეს სვეტი იყო. აქაც გვჭირდება რა თქმა უნდა, ან წრე, ჩაკეტილი, ან საფუძველი ესეთი ჯაჭვი, ხო? ეხლა მე ჯაჭვს მოგსო. ეს კვანძი იყოს პირველი და თავისუფალი თვლებით მოგსოთ. არ აქვს მნიშვნელობა ზუსტად რაოდენობა თვლებისას. საშუალოდ ესე 10 გსო ხოლმე და მე პრინციპში 2, 4, 6, 8 და 10. ეხლა ამ 10 თვალის გარდა იმისთვის რომ ჩვენ მოვტრიალდეთ, ხო? თქვათ მეორე რიგს გსოვთ ეხლა უკვე თვლები ორი ნამატით. თვალს ორი ნამატით შეესაბამება 4 თავისუფალი თვალი. გახსოვთ წინა გაკვეთილზე თვალი ერთი ნამატით იქ შეესაბამებოდა 3 თავისუფალი თვალი. იმის წინ ვისწავლეთ აი ესეთი თვალი ნახევრად ნამატით, იქ იყო 2 თვალი და იმის წინ კიდევ აი ესეთი კრესიკი ან პლუს ნიშანით თვალი ნამატის გარეშე იქ ერთი თვალი იყო საკმარისი, ხო, მოხოვისთვის ბიჯის მისაცემად მეორე რიგზე გადასასვლელად. ესე იგი, აქ როგორც გითხარით, გჭირდებათ 4 თავისუფალი თვალი, გარდა იმ აი საფუძველი რიგის თვლებისა, რომელიც არის აი ეს პირველი რიგი, ხო? ახლა აი ბიჭისთვის იგი რომ მოვტრიალდეთ და თქვათ პირველივე თვალი თუ გაქვთ თვალი ორი ნამატით, ამისთვის გჭირდებათ აი ამ 10 თვალს პლუს 1, 2, 3 და 4. აი ასეთი სიმაღლე აქვს საშუალოდ თვალს ორი ნამატით, ამიტომაც აი ესეთი რაოდენობა თვლების გჭირდებათ. ეხლა ნახეთ, აი 2 ძაფი გადავდე ყაისნახზე. აი ესე. თვალი ორი ნამატით. ესე იგი, აქ გაქვთ 1, 2, 3, 4 თვალი და ანუ მეხუთეში უნდა შეხვიდეთ, რომ მიიღოთ, ესე ვთქვათ, სვეტები, ესეთი პირველი სვეტის როლში ეს 4 თავისუფალი თვალი გაქვთ, ხო, უკვე რაც მოგხსოვეთ. ხა, ორ-ორად, ხო, ესე სამუშაო ძაბს გამოვიტანთ ორ-ორად. აი ესე და აი ესე ნახეთ, აი ეს სიგრძე, სიმაღლე, ესე ვთქვათ, ხო? და აი ეს სიმაღლე ამ სვეტის ერთნაირია. ესე დავიმახსოვროთ, ხო? ესე იგი, რაც უფრო თვალს ნამატის გარეშე, ესე ვთქვათ, ესე იგი, ნამატი 1, ნამატი 2, ნამატი ემატება თითო-თითო თვალი, ხო? აი ამ თავისუფალი თვლები, სადაც აგვაქვს ბიჯის გასაკეთებლად, რომ ავამაღლოთ. ისევ 2 ძაფი გადავდა, ისევ კიდევ მოგსო, მეორე მომდევნო თვალში შევალ. აქ ახლა ხედავთ როგორ შევდივარ. 1 ძაფი და აი კიდევ მეორე ძაფი რჩება ზემოთ. ქვემოთ 1 ძაფი რჩება, ესე შევდივარ თვალში, რომ არ გაიწელოს ძალიან. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად. აი ისევ მოგსოვეთ თვალი 2 ნამატით. ახლა მე ვფიქრობ ამ რიგს სულ ასე მოგსო. მოდით, ესე ჯობია. კიდევ 2 ძაფი ერთად, 2 ძაფი ერთად, 2 ძაფი ერთად. სულ სამჯერ ესე გამოგაქვთ ეს სამუშაო ძაფი თქვენი, ხო? ესე. საკმაოდ მაღალი თვლებია და რომ გითხრათ მართალი, იშვიათად გამოიყენება ხოლმე განსაკუთრებული რაღაც უზორები თუ არის საჭირო მაშინ, იმიტომ რომ აი საკმაოდ მაღალი თვლებია, ხედავთ, ხო? ანუ ძალიან გაწელილი თვალია ესეთი. თუმცა ამის მიუხედავად უფრო გრძელ თვლებსაც კი აკეთებენ, აი შემდეგი თვალი. ნახეთ, 3 ნამატით არის, ანუ 3 შტრიხი. ანუ რეალობაში ხო არის ესეთი პრაქტიკაში, რომ შეიძლება 3 ნამატითაც გააკეთონ, თუმცა აი ძალიან იშვიათად მახსენდება სადმე რომ გამომეყენებინო 3 ნამატიანი თვალი. იმიტომ რომ იმდენად გაწელილია, რომ ხვრელი იქნება ძალიან დიდი. ახლა თუ მასეთი ნაკსოვია შესაქმნელი კი, იქ შეიძლება გამოიყენო აი ესეთი გრძელი თვლები. აი ხვრელები ნახეთ, აი როგორია. თავისებური სტილი აქვს ამას მართალია, თავისებური სტილია, გააჩნია რას მოგხსოვთ, ხო?
ხაფიქრობ, რომ ეს სახელურისთვის კარგი ის არის, აი ჩანთის სახელურისთვის გადასაკიდებლად, ანუ სისქერო ესეთი იყოს და ესე დამაგრება და მეორე ბოლოში დამაგრება. Ну, აი ესე იდეა თუ არის რაღაც ისეთ საინტერესო, აი ესეთ თვალს ორი ნამატით აკეთებენ ხოლმე. კიდევ მოგსო ერთი ორი თვალი დაგვრჩა. ეს კვანძი დავტოვე, რომ როგორც ჩაკეტვის ადგილია, ეს კვანძს არ შევეხები. ეხლა აქ ფიქრობ, ეხლა კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ესე იგი, ეს დავიმახსოვრეთ, რომ მოტრიალებისას შეესაბამება 4 თავისუფალი თვალი. აი ეხლა თქვა თუ კიდევ მინდა, კიდევ ერთი რიგი მოგსოო, ხო? ეხლა ეს უკვე გავედი, ხო? ესე პირველი რიგი იყო თავისუფალი თვლები, მე ავამაღლე და მეორე რიგი მოგსოვე. ეხლა მესამე რიგი. აქაც 1 2 3 და 4 თვალი გჭირდებათ. თუ ისევ აპირებთ თვლებით 2 ნამატით გააგრძელოთ. აი ესე. ეხლა აქ დააკვირდით, აი ამ სვეტის თავზე, აი ეს გაქვთ. ხო? ეხლა უნდა შეხვიდეთ, აი მომდევნო სვეტის თავზე. ნახეთ. აქ ცოტა დასაბნევად არის, ხოლმე ზოგჯერ აი თქვა შეგეშალოთ და აი აქ შეხვიდეთ. არა, აი აქ არ შეხვიდეთ, იმიტომ რომ აი ამ 4 თავისუფალი თვალის გარდა აი აქ რაც გაქვთ, ეს არის აი ამის თავი, პირველი სვეტის თავი და აქ უკვე გაქვთ სვეტი. ანუ მაგას აქ აღარ არის საჭირო მოგსოვოთ. აი აქ უნდა მოგსოვოთ. აი ეს ორი ძაფი მაქვს ყაის ნაღზე და ორი ერთად. აბა დააკვირდით. ამის თავზე ეს სვეტია, ამის თავზე ეს სვეტია. აი ესე მაშინ ზუსტად რა რაოდენობა სვეტებიც გაქვთ პირველ რიგში, იგივე რაოდენობა გექნებათ მეორე რიგშიც. მაგ ისევ ჩვეულებრივ მომდევნო თვალში, მოდით გავყვეთ ეს რიგიც. ეხლა მე აქ შევდივარ ორ კედელში, ხო აკვირდებით, ნახეთ, ზემოდან რომ დახედავთ, ორი ძაფი გაქვთ. აი ეს მომდევნო თვალი ეს არის, ხო და აი რომ შევდივარ, ნახეთ, ერთი კედელი, მეორე კედელი. შემეცუ ცოტა სხვანაირად შევსულიყავი, ცოტა სხვანაირად დაჭდებოდა უზორი. აი ესე. ბოლოში ახლა ალბათ ხვდებით უკვე რომ ბოლოში გვაქვს ამაღლებისთვის, ნახეთ, ეს 4 თავისუფალი თვალი რომ მოგსოვეთ, ხო, წინა რიგში. აი აქ გახსოვთ, ხო? 1 2 3 4. აი მეოთხეში უნდა შეხვიდეთ ბოლო სვეტი, ეს არის თქვენი, აი ეს ბოლო სვეტი, მაგის თავზეც აუცილებლად უნდა მოგსოვოთ სვეტი. ესე საკმაოდ სწრაფად იქსოვება, როცა ესეთი თვები გაქვთ. თვალი ორი ნამატით, საკმაოდ მაღალი თვალია და თქვენი ნაკსოვი სწრაფად გაიზრდება, ეს კი ნამდვილად ასია. ესეთი ნაკსოვია. ორი ერთად. არც მე მგონი ცოტა სწრაფად გსო, მაგრამ ესეთი ლამაზი უზორია საკმაოდ. შეიძლება რაღაც ტიპის ჩანთებს ძალიან მოუხდეს კიდეც. არასდროს არ მიცდია ესე თვლებით 2 ნამატით გსოვა. ეს ახლა ჯერ ბოლო სვეტი არ არის კიდე, ნახეთ, დააკვირდით. აი ამ სვეტის თავზე მოგსოვე. ნახეთ, ამის თავი იყო ეს. და ახლა ეს როგორც გითხარით, აი ეს აქედან უფრო კარგად ჩანს 1 2 3 და 4. აი აქ უნდა შევიდეთ. ახლა აქეთ რომ შემოატრიალებთ, დააკვირდით. აი აქ არის, აი ეს თვალია. მოდი ჯერ აი ეს ორი ნამატი უნდა გავაკეთოთ. 2 ერთად, 2 ძაფი ერთად, 2 ძაფი ერთად. აი ეს, ნახეთ როგორი მართკუთხედია, ესეთი კარგი. აი ესეთი. კარგით, მე მგონი აქ გასაგები. ხა თუ კიდევ ერთი რიგი გვინდა, მაშინ კიდევ უნდა მოგსოვოთ 4 თავისუფალი თვალი ბიჭისთვის და შემდეგ თვლები 2 ნამატით. ეხლა თქვათ თუ თქვენ გინდათ მაგალითად თუ ქსოვას იწყებთ არა თვალით 2 ნამატით, არამედ თვალით მაგალითად 1 ნამატით.
მაშინ გჭირდება, აბა გავიხსენოთ წინა გაკვეთილიდან, მაშინ გჭირდება 3 თავისუფალი თვალი. 1 2 3 მოტრიალდით, ესე იგი თვალით ვიწყებთ 1 ნამატით. იმიტომ მოგხსოვეს 3 თავისუფალი თვალი. აქ უკვე აი ამის თავზე ეს არის თვითონ რაც მოგხსოვე ხო 3 თავისუფალი თვალი. აი აქ უნდა შევიდეთ ახლა და თვალი 1 ნამატით. აი დააგვირდით 1 ძაფი გადავდე. იმიტომ რომ 3 თავისუფალი თვალი მოგხსოვე, ესე იგი ვაპირებდი თვალს 1 ნამატით. და ეს წინა გაკვეთილზე ნასწავლი თვალია. ხო, აი ესეთი მიახოვეთ ესეთი სიმაღლე აქვს, რაც 3 თავისუფალ თვალს. ეხლა თქვა ზოგჯერ არის ხოლმე რომ იცვლება აქ უზორი, სულ ერთი და იგივე ტიპის თვლები კი არ არის. აი ზოგჯერ ეხლა შემდეგი თვალი შეიძლება იყოს უფრო დაბალი, თქვა, თვალი ნახევრად ნამატით, მოდით ესე. გახსოვთ როგორ არის, ხო, ძაფი უნდა გადადოთ, თვალი ნახევრად ნამატით. აი მომდევნო თვალში შევდივარ, მოვიტანე და ნახეთ ერთად. აი ეს იყო თვალი ნახევრად ნამატით. თან გავიხსენოთ წინა გაკვეთილები, იმის წინა. აი ეს ჩამოდაბლება, ახლა ჩამოდაბლება დავიწყე. და ახლა მოგხსოვ თვალს ნამატის გარეშე. აი ეს. პირდაპირ. აი ეს ნახეთ, თითქოს ახლა მართკუთხედი დაირღვა, ხედავთ ხო? ეს უფრო მაღალია, მე ჩამოვიდა. ახლა ისო მაღალი შემიძლია მოგხსოვ, თქვათ, აი პირდაპირ აი აქ თვალი ნამატის გარეშე რომ აქ და მოდი თვალი 1 ნამატით. ახლა აბა როგორი სახე ექნება ამას? აი მომდევნო თვალში. თითქოს ესეთი ამობურცული რაღაცნაირი სვეტი გამოდის. ესე, ჯერჯერობით კბილანას გავს, ხო? აი ესეთია. ეხლა ამის შემდეგ თუ თქვენ პირდაპირ მოგხსოვთ თვალს ნამატის გარეშე, ანუ როგორც აი აქ იყო, ხო? თვალი ნამატის გარეშე, თვალი 1 ნამატი და თვალი ნამატის გარეშე ახლა ვაპირებ. ანუ არაფერი ყაის ნახზე არ მაქვს ძაფი გადადებული პირდაპირ. ნახეთ რა გამოვიდა. აქეთ ამოიკუზა. აი ესე ხდება ხოლმე. აი ესე ამოიკუზება, მაგრამ ეს შეგნებულად აკეთებენ ესეთ რაღაცას, რომ ამოიკუზოს აი ესე. თუმცა ეს ამოკუზვა შეიძლება აქეთ გააკეთოთ, აი ესე თითით თუ წამოიღებთ, აქეთ ამოვა. აბა მოდით ეს მონაცვლეობა გავაკეთოთ, აბა რა ფორმა გამოგვივა. ესე იგი აქ იყო თვალი ნამატის გარეშე, თვალი 1 ნამატით, თვალი ნამატის გარეშე, ხა ისევ 1 ნამატით. აი ეს მომდევნო თვალში, ხო? თითო თვალში თითო თვალს გხსოვ. აი ესე თვალი 1 ნამატით მოგხსოვე. ეხლა რახან ესე შევთანხმდით, მოდით წინ ამოვაგდებ, ხო? ესე. აი ესე. უკანად შეგიძლიათ ჩააგდოთ, ან წინ გამოვაგდოთ ეს მაღალი თვალი. შემდეგი იყოს თვალი ნამატის გარეშე ისევ. აი ესეთი და ეს ამოაგდეთ ესე. ანუ კუზივით ესე გაჩდება, ან წინ, ან უკანა მხარეს. აქ ეხლა უკან თუ დააწვევით წინ წამოვა და ესე. ნახეთ, რაღაც ესეთი რელიეფური, ხედავთ, ამობურცული ესეთი ბურთებია. ხა ისევ თვალი 1 ნამატით. აი ესე და ისევ თვალი ნამატის გარეშე. ეს ამოაწიგეთ ესე, რომ წინ წამოვიდეს. აი ეს. ხა ნახეთ. აი აქაც ესეთი რაღაცა მოგხსოვე. ხა ბოლოს კიდე მრჩა აქ მოსაგსოვე, აქაც მოგხსოვოთ თვალი 1 ნამატით, ბოლო თვალია. აი ნახეთ. აქ ბიჯისთვის გვაქვს 1 2 3 და 4, აი მე-4-ში უნდა შევიდეთ, ოღონდ ცოტა მჭიდროდ არის. აი აქ მე-4 თვალი. და აქ ამოვიყვან თვალს 1 ნამატით. ხა ისე ვარაუდად გქსო, არ არის აქ ძალიან ისე კონკრეტული უზორი ჩემთვის. ეს უკუღმა მხარე, ანუ ესე დავაწექით, ამიტომ უკან ამოვიტანე ეს ბურთულები, რაც გამოვიდა. თუმცა ძალიან დიდი ბურთულები არ არის, რო გითხრათ, მაგრამ რაღაც ესეთ რელიეფურ მას იძლევა. თუ გექნებათ ახლა თქვათ, მოდით, ახლა მე აქ მართალია ჯობდა ერთი სიმაღლე გამეკეთებინა, ახლა მას მოვარღვევ მე და უფრო კარგად რო გამოჩდეს, მოდით. ასეთი რაღაცა მოგხსოვოთ თვლებისთვის 2 ნამატი. თუმცა აი ახლა შემდეგ რიგს რო დავიწყებ, ხო, აქ გხსოვას დავიწყებ მე თვალით ნამატის გარეშე. აი ესე გავაკეთებ. ამისთვის თუ მე რიგს ვიწყებ თვალით ნამატის გარეშე, ერთი თავისუფალი თვალი საკმარისია ბიჯისთვის. აი ესე. აბა ვნახოთ. აი ეს ერთი თავისუფალი თვალი. ეხლა ამ შემთხვევაში
ამ თავისუფალ თვალს კი არ დავტოვებთ როგორც სვეტს, არამედ აი პირველივე თვალში, აი ამ სვეტის თავზე, პირველი სვეტის თავზე მოგსოვთ თვალს ნამატის გარეშე. ეს როგორც წესი, ხო, თვალი ნამატის გარეშე, ეს სვეტი არ არის, ამიტომ ჯობია რომ მოგსოვოთ და ერთი თავისუფალი თვალი არ იყოს მის როლში. და სულ სხვა სისქი აქვს მაგას, ხო? კარგით, აი ეს პირველი თვალის თავზე, აი ამ სვეტის თავზე მაქვს თვალი ნამატის გარეშე. ეხლა ორი ნამატით, ნახეთ, აი ეს პირდაპირ ძალიან კარგად ამოიბურცება, რომ კარგად დავინახოთ. ორი ნამატით. მიუხედავად იმისა, რომ დავიწყე, ხედავთ, 4 თავისუფალი თვალი არ მოგსოვე ასამაღლებლად, იმიტომ რომ სინამდვილეში დაბალი რიგი იქნება. მართალია ახლა ვაპირებ მაღალი თვალის მოგსოვას, მაგრამ ეს როგორც ბურთის იმაში ჩაჯდება, ესე ვთქვათ. ნახოთ, თითქოს წაიხარა, მაგრამ ჯერ არ უშავს კიდე. შემდეგი თვალი იქნება ნამატის გარეშე, ხო, როგორც პირველი თვალი იყო და ეს ეცადეთ ზემოთ. აი ესე. თვალი ნამატის გარეშე. აი ეს, ნახეთ, როგორ კარგად ამოიბურცა ახლა. აი ეს ძალიან ლამაზად ამოვიდა. ესეთი ოზორი ძალიან ხშირად გამოიყენება ხოლმე რელიეფურ ოზორებში. ახლა შემდეგი ისევ იქნება თვალი ორი ნამატით მომდევნო თვალში. ორი ერთად და შემდეგ ისევ თვალი ნამატის გარეშე. აი აქ ხონდ ეს თქვენი თვალი ორი ნამატით ზემოთ ამოაგდეთ, აი ეს, აი ეგ. აი ეს როგორც აქ არის. და ეხლა გსოვთ თვალს ნამატის გარეშე. აი ეს. ისევ გავიმეოროთ. აი ეს, ნახეთ როგორი ბურთულები დაგვიჭდა. აქედან აი ესეთია ძალიან საინტერესო узорია. აი ჩანთებზე სხვა შორის ძალიან ხშირად გამოიყენება ხომ ესეთი მსგავსი узорია. ძალიან ლამაზ სახეს აძლევს. აი ესე. ну ეს ხა რაც შეეხებოდა თვალს ორი ნამატით ამის ჩვენება მინდოდა. ანუ ეხლა ამის სიმაღლე რა თქმა უნდა არ არის როგორც ეს, ხო? ამ რიგის სიმაღლე დაბალია, იმიტომ რომ აი ამ თვლების შუაში გვაქვს, აი თვლების ორი ნამატით სადაც არის ხო ამობურცული. იმათ შორის გვაქვს თვლები ნამატის გარეშე, ამიტომ ისინი უფრო განსაზღვრავენ აი ბოლო რიგის სიმაღლეს. და რა თქმა უნდა ეს დაბალია უფრო ვიდრე აი ეს წინა რიგები გქონდა, ხო? უკუღმა მხარეზეც ვნახოთ, აი ესეთია უკუღმა მხარე. ესე შეიძლება თქვათ რაღაც узорსოც აქვსოთ, აი მართლა ჩანთის კიდე და დაბოლოთ, აი სადაც შესაკრავე. ძალიან ლამაზია ნამდვილად. ზოგჯერ ერთის ნაცვლად რამოდენიმე სვეტია, უკვე პოპკორნია მაშინ, აი თუ რამოდენიმეს მოგსვთ, ეს უკვე პოპკორნის მოგსოვა უკვე სხვა არის. არ ვიცი გაჩვენოთ. ანუ თუ რამდენიმეს მოგსოვთ ერთი თვალიდან გამოიყვანთ რამდენიმე სვეტს, აი ორი ნამატით, ხო, ორი ძაფი გადავდე და ნახეთ. ერთი სვეტი. აი ეს ერთი თვალი, ორი ნამატით კიდევ იგივე თვალიდან თუ გამოგყავთ მეორე და კიდევ მესამე. მინიმუმ ესე ვფიქრობ, რომ რაღაც ისე მახსოვს, რომ პოპკორნს მინიმუმ 3 სვეტი ჭირდება, შეიძლება უფრო მეტიც, 5 სვეტიანიც, 4 სვეტიანიც, 5-იანიც და უფრო მეტიც შეიძლება. მაგრამ აი 3 აუცილებლად მე მგონი უფრო ესე პოპკორნი რო დაერქვას, ხო? აი 3 სვეტი მოგსოვეთ და ნახეთ ახლა პირველი სვეტის თავზე, აი ესე შეხვალთ და ამ თქვენ თვალს აი ესე გამოიტანთ. აი ეს არის ახლა პოპკორნი. და ამის შემდეგ თუ მოგსოვდით, აი ბოლო ნახეთ ეს ბიჯის 4 თვალი რო გაქვთ, აი მე-4 თვალში, აქ ახლა უკუღმა მხარია, არ ჩანს მე-4 თვალი, ასე შეგიძლიათ 1 2 3 4. აი ამ თვალში უნდა შეხვიდეთ, ოღონდ იქიდან. აი ეს არის. ხო? გამოვიტანე სამუშაო ძაფი და თვალი ნამატის გარეშე, ანუ ისევ სამუშაო ძაფი უნდა გამოვიტანო, ოღონდ აი ეს თვალი და ეს თვალი მაქსიმალურად უნდა დააპატარაოთ, რომ ესე ძალიან გაწელი თვლები არ იყოს. აი ეს, ნახეთ, აი ეს უკვე სხვა თვალია.
ეს არის პოპკორნის თვალი. ნახეთ როგორ ზის. თითქოს ეს ფაქტობრივად იგივეა, იგივე სიგრძის თვალია, რაც ეს თვალი. ანუ უბრალოდ სამი თვალია. როგორი სისქემისა, ხო? აი. ხა ჩანთაზე ეს ზის თუ ეს ზის არის, რა თქმა უნდა, განსხვავება. ხო? აი ეს თითო სვეტები და მათ შორის თვალი ნამატის გარეშე. აქ კიდე სამი სვეტია და აქეთ-იქით აქვს თვლები ნამატის გარეშე. ესეთიც გამოიყენება, ნამდვილად ესეთ ჩანთებს უხდებათ. აი ეს ნახეთ განსხვავება როგორია. აი ესეთია. კარგით. მე მგონი ეს ახლა თვლები ორი ნამატით, მე მგონი ავითვისეთ. აქ ახლა დავაბრუნებ თვალს, რომ ესეთი უფრო ერთფეროვანი ერთგვაროვანი უფრო სწორად ნაკსოვი დაგვიჯდეს. ეს იქ თვალი ორი ნამატით და ბოლოს იყო თვალი ნამატის გარეშე. ფაქტობრივად პოპკორნიც გაჩვენეთ. როგორი გსოვება ხო ის სამი სვეტი რომ მოგსოვე. აი ეს არის ახლა თქვათ ესეთი მაგალითად რომ გაჩვენეთ თვლები ერთი უბრალოდ ორი ნამატით. დღეს ორი ნამატით გაჩვენეთ, თუმცა თითო ნამატითაც ვცადეთ, ხო, რომ შევედარებინა, რომ ნახოთ ახლა. აი ესეთია. კარგი, დაგემშვიდობებით დღეისთვის მეგონი საკვარისია. წარმატებები ყველას.